ბრიჯიტ ბარდო მთავრობას ემუქრება. ლეგენდარული ფრანგი მსახიობი აპირებს ქვეყნიდან წავიდეს და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვას. მისი რჩეული ქვეყანა კი ჟერარ დეპარდიესი არ იყოს რუსეთი გახლავთ. ბოლოდროინდელ ინტერვიუში ქალბატონმა ბრიჯიტმა ვლადიმერ პუტინის მიმართ ქება დიდება და ხოტბაც არ დაიშურა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანა იმაზე ბევრად მეტი კომფორტის მიმცემია ვიდრე სამშობლო. თუკი საფრანგეთიდან დეპარდიეს გაქცევის მიზეზი ახალი კანონი გახლავთ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს, რომლის შემოსავალიც $1,000,000-ზე მეტ შეადგენს სახელმწიფოსთვის 75%-ის გადახდა მოუწევს, ბარდო სრულიად განსხვავებულ მიზეზს ასახელებს. თავგადაკლული ცხოველთა უფლებათა დამცველი აღშფოთებულია. როგორც გაირკვა, მის ქვეყანაში ტუბერკულოზით დაავადებული 2 სპილოს დაძინებას აპირებენ. ეს კი ბრიჯიტისთვის იმდენად მიუღებელია, რომ მზადაა მოქალაქეობაზე უარიც კითხვას. მსახიობი ამჟამად უკვე 78 წლისაა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქალბატონი წლებია ცხოველთა უფლებების დაცვას ემსახურება. მისმა ბოლო ფილმმა დღის შუქი 1973 წელს იხილა. ამ დროისათვის ბრიჯიტი სოციალურ თემებშია თავით გადაშვებული და კინემატოგრაფიისათვის არ ცხელა. მისმა პრეტენზიებმა საფრანგეთის მმართველის ყურამდეც კი მიაღწია, თუმცა პრეზიდენტმა სპილოების დახოცვა გადარჩენის საქმეში ჩარევა არ მოინდომა და ლეგენდარული მსახიობის თხოვნას ყური არ ათხოვა. ეს ქვეყანა ცხოველთა სასაფლაოს დაემსგავსა, განაცხადა ბოლო ინტერვიუში ბარდომ და ისიც აღიარა, რომ ელოდება რა ბედი ეწევა ავადმყოფ სპილოებს. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, უღირს თუ არა სამშობლოში ცხოვრება. ასე რომ არაა გამორიცხული რუსეთში გადასახლებულ ჟერარ დეპარდიეს მალე ბარდოც შეუერთდეს. ოფიციალური მოსკოვი ხომ ბოლო დროს პასპორტების ხელგაშლილად დარიგებაზეა გადასული. კეით მოსი უკვე 38 წლისაა. ეს ასაკი შეიძლება ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა მოდელებს იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ უკვე დროა ცხოვრების სტილის შეცვლაზე იფიქრონ და პოდიუმზე ნარ-ნარს შეეშვან. კეით მოსის სამოდელო კარიერა 2 ათეულზე მეტი წლის წინ დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მანეკენის ცხოვრებაში კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას აქვს ადგილი. როგორც ბოლო პერიოდში გაირკვა, სულ მალე კეიტი X-ფაქტორში მოგვევლინება. არა, დამწყები მომღერლის სტატუსით არა. სხვათა შორის არც ჯაჯის პოზიციაზე. როგორც ტაბლოიდები ამტკიცებენ, საიმონ ქაუელმა მოს მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. რამდენად რეალურია კეიტის სტაილ კონსულტანტობა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მით უმეტეს, რომ X-ფაქტორის ტელეპროექტის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ და მოსიც დუმილს ამჯობინებს. სხვათა შორის უკვე კარგახანია კეიტმა ტოპ მოდელის სტატუს ფეშენ დიზაინერის რეგალიად შემატა. 2007 წელს ბრიტანელმა მანეკენმა ტოპ შოპისათვის კოლექცია შექმნა. მის ანგარიშზე 4 სუნამოცი რიცხება. 2010 წელს კეიტმა ლონგჩემპისთვის ჩანთების დიზაინერობაც იტვირთა. მართალია ის არც კოკო შანელია და არც ვივიენ ვესტვუდი, თუმცა მისი შეფასებები უარყოფითი ნამდვილად არ ყოფილა. გარდა კარიერული მიღწევებისა, კეიტი მსოფლიოს ყველაზე სტილურ და გემოვნებიან ადამიანებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. ასე რომ სტაილ კონსულტანტის თანამდებობა მისთვის სრულიად შესაფერისია. საკითხავი ის არის, ამ შეთავაზებაზე გავრცელებული ხმები რეალურია თუ ჟურნალისტთა ფანტაზიის ნაყოფი. მაიკლ ბეიმ ტრანსფორმერების თაყვანისმცემლებს ერთობს სასიხარულო ინფორმაცია გაუმხილა. როგორც აქამდე იყო ცნობილი, 2014 წელს ფილმების სერიის მეოთხე ნაწილის გამოსვლა იყო დაგეგმილი. თუმცა ნამუშევრის შემქმნელები და პროდიუსერები ამტკიცებდნენ, რომ ტრანსფორმერები ამ სერიით დასრულდებოდა. როგორც ცოტა ხნის წინ ბეიმ განაცხადა, მეოთხე სერია ახალი, მეორე ტრილოგიის პირველი ნაწილი გახდება. მოდიფიცირებული სცენარით, შეცვლილი მთავარი როლის შემსრულებლებით და განსხვავებული აქცენტებით. ახალი ტრანსფორმერები ტრილოგიისგან სრულიად განსხვავებული ფილმი იქნება. მასში მოთხრობილი ისტორია სხვა მიმართულებით განვითარდება და ახალი ტრილოგიის პირველი ნაწილი გახდება, ამბობს მაიკლ ბეი. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავარ როლს სურათში მარკ უოლბერგი შეასრულებს. მას თანამშრომლობას ჯეკ რეინორი გაუწევს. ნამუშევრის პრემიერა 2014 წელს შედგება. რაც შეეხება ზოგადად ტრანსფორმერებს, ის ჰოლივუდში შექმნილი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. პირველი სერია ჯერ კიდევ 2007 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ ბეიმ 2 სიკველი გადაიღო. ტრანსფორმერები დაცემულთა შურისძიება 2009 წელს გამოვიდა. ტრანსფორმერები მთვარის ბნელი მხარე კი 2011-ში. საერთო ჯამში სამივე სერიამ შემქმნელებს 2.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
Nirvana-s ყოფილი დრამერი და ჯგუფ Foo Fighters-ის დამფუძნებელი Dave Grohl ახალი სუპერ ჯგუფის შექმნის პროცესშია. Dave ბენდის წევრებთან ერთად 18 იანვარს Sundance-ის კინოფესტივალზე წარდგება. სწორედ Sundance-ზე შედგება Grohl-ის დოკუმენტური ფილმის Sound City-ს პრემიერა. ნამუშევარში მონაწილეობას Trent Reznor, Nine Inch Nails-ის ვოკალისტი და რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი იღებს. Sound City ცნობილი ლოს-ანჯელესური ხმის ჩამწერი სტუდიაა. სწორედ Sound City-შია ჩაწერილი ბევრი როკ ჯგუფის პოპულარული ალბომი. რაც შეეხება სუპერ ჯგუფს, უკვე რამდენიმე თვეა ვერა და ვერ დადგინდა, მაინც რომელი შემსრულებლები გამოვლენ Sundance-ზე Dave Grohl-თან ერთად. ბოლო ინფორმაციით, ჯგუფში Dave-ის გარდა Fleetwood Mac-ის წევრი Stevie Nicks-ი, გარდა ამისა ყოფილი Nirvana-ელები Chris Novoselic და Pat Smear-ი, John Fogerty, Nate Mendel, Foo Fighters-ელი Chris Shiflett, Rick Nielsen-ი და Brad Wilk-ი შევლენ. მას მერე რაც Nirvana მოღვაწეობა დაასრულა, Dave Grohl-მა თავისი ჯგუფი Foo Fighters-ი შექმნა. ბოლო პერიოდში ბენდმა აურაცხელი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, თუმცა Dave-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჯგუფი დროებით მოღვაწეობას წყვეტს და შვებულებაში გაურკვეველი დროით გადის. სხვათა შორის დეკემბერში ნამდვილი ფურორი მოახდინა Nirvana-s დარჩენილი წევრებისა და Paul McCartney-s თანამშრომლობამ. შემსრულებლები ქარიშხალის სენდის მიერ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიკრიბნენ და ერთად შეასრულეს ახალი სინგლი Cut Me Some Slack. წლის დაჯილდოებების სეზონი People's Choice Awards-ით გაიხსნა. შეიძლება ეს არც საპატიო და პრესტიჟული გრემია და არც თინეიჯერების საყვარელი MTV, თუმცა People's Choice Award-ი ამერიკაში საკმაოდ ცნობილ და პოპულარულ ცერემონიალად ითვლება. Katy Perry-მ ნამდვილი ჯეკპოტი მოხსნა. ახალგაზრდა მრავალფეროვანი ვარცხნილობების მოყვარული Katy 4 ჯილდოს მფლობელი გახდა. საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში მისმა Part of Me-მ გაიმარჯვა. Katy საუკეთესო ქალ შემსრულებლად დაასახელეს. საუკეთესო პოპ მომღერლის ჯილდოც მიაკუთვნეს და ფანთა რჩეულადაც შერაცხეს. ამხელა დაფასების მიუხედავად ის ცერემონიალს არ დასწრებია. სამაგიეროდ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა Taylor Swift-ი ერთობ უჩვეულო მდგომარეობაში. პრინციპში მისი კაბა სხვის სხეულზე ალბათ არც გაგვაოცებდა. თუმცა ამხელა დეკოლტე საყვარელი, ინფანტილური და თავშეკავებული Swift-ისთვის ცოტა უცხო ჩანდა. მისი მკერდით ისე მოიხიბლა Maroon 5-ის ვოკალისტი Adam Levine კომპლიმენტები არ დაუშურებია. Swift-ი საუკეთესო country-ს მომღერლად დასახელდა. პრინციპში არავის არაფერი გაგურვებია. ბოლო წლებია Taylor-ს უკვე იმდენად ბევრჯერ დაუგროვდა საუკეთესო country-ს მომღერლის სტატუეტი, წესით რეაქცია აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ გოგონამ ეს ემოციური გამოსვლები ვერადა ვერ მოიშორა. ცერემონიალზე გამოიბრწყინა კვლავ და კვლავ გასუქებულმა კრისტინა აგილერამაც. მას People's Voice Awards-ი გადაეცა. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, Nicki Minaj-ი საუკეთესო ჰიპ-ჰოპის შემსრულებლად დასახელდა. Rihanna-მ კი წლის R&B მომღერლის სტატუსი მიიღო. წლის ჯგუფად Maroon 5-ი აღიარეს, საუკეთესო მამაკაც შემსრულებლად კი Jason Mrazzi.